Привет, და როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებული საიმიჯო საარჩევნო კლიპი, სადაც ხდება ომის ინსტრუმენტალიზება და კამპანიური მიზნებისთვის უკრაინის ომის კადრების გამოქვეყნება და გამოყენება. ომში მყოფი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ უკრაინის საელჩომ, სადაც ნათქვამია, რომ ამ კლიპით ბუნებრივია ეს კლიპი იწვევს უკრაინელი ხალხის შეშფოთებას და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, რადგან ეს არის დაცინვა მათ შორის რუსული აგრესიის მსხვერპლების მიმართ. რა იქნებოდა სიმართლე ქართული ოცნების საარჩევნო კლიპში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ თუ კი ერთ მხარეს იქნებოდა რუსული დროშა და მეორე მხარეს ევროკავშირის და ნატოს დახურული კარები, ასე ასახავდა ჭეშმარიტ რეალობას ქართული ოცნება, რადგან ის უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით ქვეყანას ართმევს არა ომს, არამედ ევროპულ მომავალს. ასეთი ცინიკური ნაბიჯები აჩვენებს უპატივცემლობას უკრაინის ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ და იწვევს უკრაინული საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს მოსკოვის წინაშე და უგულებელყოფს ღირსებასა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელია ქართველი ერისთვის და წარმოადგენს მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტექნოლოგებს იყვნენ გულწრფელები საკუთარ ხალხთან და საკუთარ გვერდებზე განათავსონ უფრო სიმართლესთან ახლოს მყოფი სურათი. მარჯვნივ რუსეთის ტრიკოლორი, ხოლო მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები. ეს იქნება სიმართლე, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას წაართვა არა ომი, არამედ ევროპული მომავალი. რატომ გამოიყენა ამჯერადაც ამ შინაარსის კლიპი ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის დროს და შეიძლება თუ არა მასაც ჰქონდეს იგივე გაგრძელება, რაც ჰქონდა წინა შემთხვევაში, ანუ კლიპის შემდეგ უკვე ბანერები თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ კომუნიკაციის სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ქართული ოცნება ასეთ თემებს იყენებს ერთის მხრივ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის და მათზე ზემოქმედების მოსახდენად და მეორეს მხრივ ასევე ეს არის მცდელობა, რომ მნიშვნელოვანი თემები გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება, თუმცა საზოგადოებაში სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების სამიზნე არის მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც წინა საარჩევნო პერიოდში 2024 წელს უსაფრთხოების პრობლემას ნომერ პირველ პრობლემად უსახავდა და სწორედ აქედან გამომდინარე თავაზობდა ომისა და მშვიდობის დილემას და ამჯერად იგივე პროპაგანდისტული ხაზის მიზანი შესაძლოა იყოს სულ სხვა, რადგან ეს ერთის მხრივ შეიძლება იყოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მეტი წონის მიცემა და უფრო მეტად მნიშვნელოვანი არჩევნების წარმოჩენა და მეორეს მხრივ საკუთარ გუნდში ქაოსის გადაფარვის მცდელობა, რაც ჩატარებული არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა. ამ თემის შემოტანა კვლავ ერთი ალბათ სავარაუდოდ არის ის, რომ უფრო მეტი წონა შესძინოს თავად ამ არჩევნებს და მეორე რაც უფრო სავარაუდოდ შეიძლება ჩანდეს აქედან, რომ საპარლამენტო არჩევნებისგან 2024 წლისგან განსხვავებით დღეს უკვე არის სრულიად სხვა მდგომარეობა და სიტუაცია, რადიკალურად სხვა მდგომარეობა და თუ მაშინ თქვათ აი სტატუს-კვოს ამორჩეველს ესაუბრებოდა ოცნება და სურდა რომ რაღაც აი ამაზე გაეკეთებინა აქცენტი, დღეს უკვე იმდენი რამ მოხდა, რომ თავად მისი ამორჩეველიც ამჩნევს, რომ ყველაფერი ისე ბრჭყალებში დალაგებული არ არის და სწორედ მათთვის ძალიან ბევრი რამე აერია. ამიტომ ამ მესიჯს, რომ აი რაღაც ომის დაპირისპირება მშვიდობასთან შესაძლოა ქონდეს აი ეს კონოტაციაც, რომ ყველაფერი ისევ დალაგდება. ზოგადად ამორჩევლებში ძალიან წინ წამოწეულია უსაფრთხოების თემა და რუსეთის როგორც საფრთხის თემა. ეს რასაკვირველია დღემდე რჩება, მაგრამ ის რომ დღესაც ადგილობრივ არჩევნებში ამაზე აკეთებენ აქცენტს, ეს არის ჩემი აზრით პასუხი აი იმ ქაოსის არეულობის განუკითხაობის, რაც ვითარდება სწორედ მათი ამორჩევლებისთვის, რადგან ეს კამპანიაც ხომ ოცნების ამორჩეველს ელაპარაკება. ეს არის ყურადღების გადატანის მეთოდი ქართული ოცნების პრობლემებიდან, ის იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და ცდილობს თავი იმართოს საკუთარი შეცდომების გამო საზოგადოების წინაშე სენსიტიური თემების მანიპულირებით. თუ ადამიანებს ყოველდღე გაუმეორებთ, რომ იქნება ომი, მე თუ არ ვიქნები, შეიძლება მათ
გარკვეულწილად დაიჯერო. ეს არის სენსიტიური თემა. არც პოლიტიკურ პარტიებში ყოფილა ქართული ოცნების ეს პროპაგანდა გასაკვირი, მით უფრო თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის ახალი სტრატეგია, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ და როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სავარაუდოდ ახლაც თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს იქნება მათი კამპანიის მთავარი ხაზი, დილემა ომსა და მშვიდობას შორის და საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც მშვიდობის გარანტორი. კლიპი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ქართული ოცნების გვერდზე, ასახავს უკრაინის ომის კადრებს და ასევე საქართველოში მშვიდობის დემონსტრაციისთვის კადრებს, თუმცა აქ საგულისხმო ბევრისთვის აღმოჩნდა კადრი, სადაც ნაჩვენებია ვაკის პარკის შადრევანი, რომელმაც გახსნიდან მალევე იმსხვერპლა 13 წლის მოზარდი.